მოგესალმებით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის რუბრიკა ბიზნესა და ევროკავშირზე საუბრები დაუბრუნდა საქმიანი დილის ეთერს. მე ვარ სალმე ზურაბიშვილი და ტრადიციულად წარუძღვები გადაცემას. ჩვენი რუბრიკა დაფინანსებულია შვედეთის მიერ. მნიშვნელოვანია ხშირად ვისაუბროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, იმ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელზე, რაც მოაქვს ჩვენს გაწევრიანებას და ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზე ამ ყველაფერში. თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ქვეყანა და ბაზარი უფრო მდგრადი ევროსტანდარტებთან შესაბამისი და როგორ გამოვიყენოთ ის უსასყრო შესაძლებლობები, რაც ევროკავშირის ბაზარს გააჩნია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბიზნესსა და ბავშვთა უფლებებზე ციფრულ გარემოში. როგორ შეუძლია ბიზნესს უზრუნველყოს ბავშვთა უფლებების პატივისცემა და მათი გაძლიერება ციფრულ სივრცეში, ევროპული ციფრული პრინციპების შესაბამისად. ევროპის ციფრული დღის წესრიგის მიზანია ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის გაციფრულება. ამასთან ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები და ახასიათებთ მოწყვლადობა ინტერნეტ სივრცეში. შესაბამისად, ევროკავშირმა 2022 წელს შეიმუშავა სტრატეგია უკეთესი ინტერნეტი ბავშვებისთვის. სტრატეგია 3 სვეტისგან შედგება: უსაფრთხო ინტერნეტი, ციფრული გაძლიერება და აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული სტრატეგიის განხორციელებაში განსაკუთრებულ როლს ბიზნეს სექტორი თამაშობს. რას გულისხმობს ციფრული უსაფრთხოება ევროსტანდარტების შესაბამისად და პრაქტიკულ დონეზე ბიზნესმა რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ამაზე ჩვენს სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. დღეს ჩვენთან ერთად არიან მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი და გიორგი იაშვილი, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი. დიდი მადლობა მაია, გიორგი, იმისთვის რომ დღეს ვსტუმრობთ გადაცემაში. ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე გვიწევს საუბარი დღეს, ბავშვთა უსაფრთხოება ციფრულ გარემოში. და პირველი კითხვით, მაია, თქვენთან გადმოვალ, რას გულისხმობს ბავშვთა უსაფრთხოება ციფრულ გარემოში და ბიზნეს სექტორს ზოგადად რა როლი შეიძლება ეკისრებოდეს ამ ყველაფერში? მოგესალმებით, სალომე, მიხარია რომ ესეც თქვენი სტუმარი ვარ და ისევ საუბრობთ ბავშვთა უფლებებზე. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ დღეს ინტერნეტმა, ციფრულმა ტექნოლოგიებმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე, შეცვალა ჩვენი ცხოვრება და ასევე შეცვალა ბავშვობა. იმიტომ რომ ბავშვები დღესდღეობით სულ უფრო მეტ დროს ატარებენ გაჯეტებთან, ციფრულ მოწყობილობებთან, უფრო მეტ დროს არიან ინტერნეტში. ეს რასაკვირველი არის უდიდესი შესაძლებლობა მათთვის პირველ რიგში, იმიტომ რომ შეუძლებელია 21 საუკუნის განათლება წარმოვიდგინოთ ინტერნეტის და ციფრული ტექნოლოგიების გარეშე. ეს მათ ეხმარება რასაკვირველია განვითარებაში და გაძლიერებაში, მაგრამ ამასთანავე ინტერნეტში და ციფრულ გარემოში არის ბევრი საფრთხე, ბევრი რისკი. უპირველეს ყოვლისა არის საფრთხე იმისა, რომ ბავშვების მონაცემები იყოს, პირადი მონაცემები არ იყოს დაცული, ასევე ბავშვი გახდეს ონლაინ ძალადობის მსხვერპლი, კიბერ, ასე ვთქვათ, დანაშაულის მსხვერპლი, ბულინგის, კიბერბულინგის მსხვერპლი და ძალიან ბევრი საფრთხე არის ასევე აქ ინტერნეტში და ჩვენი აზრით და ექსპერტებიც ამას ამბობენ, მთავარი იარაღი ამასთან საბრძოლოდ ეს არის ცოდნა, ეს არის განათლება, ბავშვმა უნდა იცოდეს რა რისკები აქვს მას ონლაინ გარემოში. ჩვენ ვერ შევძლებთ იმას, რომ ბავშვს აუგრძალოთ, რასაკვირველი, არავინ ამაზე არ საუბრობს, უბრალოდ ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ იყოს უსაფრთხოდ ონლაინ გარემოში, რა რისკები არსებობს და როგორ გაუმკლავდეს ამ რისკებს. ბიზნესს რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ბავშვთა უფლებების დაცვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფოს ეკისრება ეს პასუხისმგებლობა მათ შორის, მაგრამ ბიზნესის პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს? დიახ, ერთი რომელიმე სექტორი რასაკვირველია აქ მხოლოდ ვერაფერს ვერ გახდება. მთავრობის როლი რასაკვირველია უპირველესი არის ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში, თუმცა ასევე კერძო სექტორს აქვს უდიდესი როლი, ისევე როგორც მშობლებს, ისევე როგორც საზოგადოებას. კერძო სექტორის როლი უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია იმით, რომ მათ განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებმა და იმ კომპანიებმა, რომლებიც არიან მომწოდებლები ამ მომსახურების, ასევე რომლებიც აწარმოებენ და ქმნიან ციფრულ ტექნოლოგიებს და პროდუქტებს, მათ უზრუნველყოთ ის, რომ მათი ქსელებით, მათი პროდუქტების საშუალებით არ გავრცელდეს უსაფრთხო, ესეთი ზიანის შემცველი ინფორმაცია ბავშვებისთვის, ბავშვები დაცული იყვნენ მათ ქსელებში ძალადობისაგან და შესაძლო დანაშაულებისაგან, ასევე სექსუალური ექსპლუატაციისაგან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ეს ექსპლუატატორები უკავშირდებიან ყალბი პროფილებით ბავშვებს და ამყარებენ მათთან კავშირს. ეს ძალიან საფრთხეშემცველია და მნიშვნელოვანი არის სწორედ კერძო კომპანიებიც იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ მათი პროდუქტებით არ სარგებლობდნენ კრიმინალები და დამნაშავეები. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პირადი მონაცემები იყოს დაცული მათ ქსელებში და ასევე ის, რომ შექმნან თვითონ ეთიკური სტანდარტები, ვთქვათ, აი უსაფრთხოების, უსაფრთხო ინტერნეტის
ინტერნეტის თვითონ თავიანთ კომპანიებშიც და ასევე მოახდინონ განათლება როგორც ბავშვების, ასევე მშობლების, განსაკუთრებით მშობლებს დაეხმაროთ, რომ მათ შეუქმნან უსაფრთხო გარემო ბავშვებს, ეს გულისხმობს როგორც რაღაც ფილტრების დაყენებას, ასევე კონკრეტ პაროლებს, ასევე სხვადასხვა მეთოდებით, საშუალებით, რომ მშობლებმა შეძლონ უსაფრთხო გარემო შეუქმნონ ბავშვებს და ასევე იზრუნონ როგორც მშობლების განათლებაზე, ასევე ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე, იმის შესახებ თუ როგორ ესე ვთქვათ იყვნენ ინტერნეტში, ისე რომ დაცული იყვნენ იმ რისკებისაგან, რომლებიც არსებობს. თქვენ ახსენეთ სტანდარტები და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესმა დაანერგოს ეს სტანდარტები თავის საქმიანობაში, ამასთან სახელმწიფომ მიიღოს ის კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბავშვთა უფლებების დაცვას და გიორგი, თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით, ახსენეთ ევროსტანდარტები და ევროკავშირში არის ძალიან მაღალი სტანდარტი ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით და რამდენად საქართველომ გაითვალისწინა ეს სტანდარტი, პირველ რიგში ხო რა სტანდარტებზე არის საუბარი და შემდეგ უკვე რამდენად ჩვენს კანონმდებლობაში არსებობს ეს გარანტიები. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პრინციპში ქალბატონო მაიამ ძალიან ამომწურავად ისაუბრა პირველ ნაწილზე, ზოგადად რა სახის რისკები აქვთ ბავშვებს და მოზარდებს ციფრულ სივრცეში და ამ ნაწილზეც ახლა ჩვენ რო ვისაუბროთ, სტანდარტების კუთხით, რა თქმა უნდა, დიდი ხანია უკვე ევროკავშირი და ზოგადად ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით ბევრი ისეთ ნაბიჯს დგამს, რომლებიც პრაქტიკამ აჩვენა, რომ წარმატებული იყო, თუმცა განვითარებასთან ერთად ჩნდება განცდა იმის, რომ ყოველთვის რაღაც დაგვიანებულია და ყოველთვის რაღაც ახალია საჭირო, კონკრეტულად რეგულაციების კუთხით, სტანდარტების კუთხით და ასე შემდეგ. დაახლოებით 13-14 წელია, რაც ევროკავშირში უკვე პრინციპში თქვენს შესავალ სიტყვაში ახსენეთ უსაფრთხო ინტერნეტი ბავშვებისთვის, Better Internet for Kids, რომლის მეორე რედაქცია უკვე 2022 წელს იქნა მიღებული. ეს არის სტრატეგია ზოგადად, არ არის კონცეპტუალური დოკუმენტია და რაც ხედვას უზრუნველყოფს ევროკავშირის, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები რო გავიხსენოთ, მაინც ევროკავშირში ზოგადად არის ესეთი ორი მიდგომა. ერთი, როდესაც პრაქტიკულად კერძო კომპანიებს და ნებისმიერ ციფრული პლატფორმის წარმოებელ და სერვისის მომწოდებელ კომპანიებს ავალდებულებენ, რომ მას ჰქონდეს პრაქტიკული უზრუნველყოფა უსაფრთხოების, მათ შორის ბავშვებისთვისაც და ზრდასრული ადამიანებისთვისაც, მომხმარებლებისთვისაც და ასევე არის პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით პრევენციული სახის კანონმდებლობა, რომელიც რომელსაც ვიცნობთ GDPR-ის სახელით და საქართველოში სხვათა შორის ძალიან კარგად არის ინტეგრირებული ამ კუთხით. ყველა ის ბოლო შესწორება, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ევროპულმა რეგულაციამ განიცადა, ჩვენს კანონმდებლობაში არის სწორად ასახული. ასევე მინდა აღვნიშნო IRIB გავლენის მქონე კანონმდებლობა, რომელიც არის და სტანდარტები ევროკავშირში, ეს არის კიბერუსაფრთხოების აქტი, ასევე არის NIS დირექტივა, რომელიც მთელი ევროკავშირის მასშტაბით სავალდებულოა ყველა წევრი ქვეყნისთვის და ეს უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების მაღალ დონეს, განსაკუთრებით კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის და ეს როგორც წესი IRIB გავლენას ახდენს, იმიტომ რომ ამ კონკრეტულად კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომხმარებელი ბუნებრივია არის მოქალაქეები, არიან მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ხო? გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ციფრული სერვისების აქტი, ასევე 2022 წელს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი წელი გამოვიდა, 2022 ბევრი არსებული რეგულაცია განახლდა ევროკავშირში და მათ შორის ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული სერვისების აქტი არის რეალურად პრაქტიკულად მთავარი დოკუმენტი და მთავარი რეგულაცია ევროკავშირში წარმოებული ნებისმიერი ციფრული სერვისისთვის და ციფრული პლატფორმებისთვის, რომლებმაც უნდა გაითვალისწინონ კონკრეტული მოთხოვნები და ძალიან სპეციფიური და დეტალიზებული ჩაშლა არის კონკრეტულად თქვათ ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით და ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით ციფრულ სივრცეში, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ თანხმობების ნაწილი არის, როდესაც დასრული ადამიანის მშობლის თანხმობაა საჭირო მოზარდის ან ბავშვის მოწყობილობიდან ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, ძალიან გამკაცრებულია ეს მდგომარეობა ევროკავშირში და მეორე არის კონკრეტულად, რადგან ქალბატონო მაიამ ისაუბრა დასაწყისშიც, შეზღუდვები, პრევენციული მექანიზმები იმისათვის, რომ ბავშვამდე და ბავშვის მოწყობილობამდე არ მივიდეს ისეთი დამაზიანებელი შინაარსის მქონე ინფორმაცია და თქვათ კონტენტი, რომელმაც შესაძლოა ის დააზიანოს როგორც ფინანსური
ფინანსურად, ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ, ბევრი მიმართულებაა სამწუხაროდ საფრთხის შემცველი. რამდენად არის სტანდარტები დანერგილი საქართველოში? ანუ საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებული და შემდეგ უკვე აღსრულების ნაწილში რამდენად ითვალისწინებს ბიზნეს სექტორი? პრინციპში მთავარი შეკითხვა ეს არის, იმიტომ რომ თქვით ახლა რომ მსგავსი კანონმდებლობა არსებობს ევროკავშირში, სხვათა შორის დანერგვის პრობლემა ევროკავშირშიც რამდენიმე ქვეყანაში ძალიან აქტიურად შეინიშნება, თუმცა ახლა ჩვენ ვერ შევედრებით იმ ქვეყნებს, მათ შორის მათაც ვისაც პრობლემები აქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აი რაც ვახსენე, პრაქტიკულად პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი არის ერთი, რომელიც პრაქტიკულად სრულად გვაქვს ჰარმონიზებული, თუმცა აღსრულების ნაწილში ძალიან დიდი ხარვეზია აქაც გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ერთი მხრივ კანონი არის ბუნებით ისეთი იმის გამო, რომ ავალდებულებს ძალიან ბევრ ორგანიზაციას, პრაქტიკულად ყველა ორგანიზაციას, რომელიც ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, ამის გამო მისი აღსრულება ხდება, ასე ვთქვათ, პოსტ რაღაც დარეპორტების შემდეგ, როდესაც ვინმე დაარეპორტებს და რომელიმე მოქალაქე, რომელიმე კომპანიას ვთქვათ დაარეპორტებს და განაცხადებს სპეციალურ მარეგულირებელში ინსპექტორის აპარატში, რომ არასწორად იქნა და რაღაც კონკრეტული დამუშავება მოხდა არასწორად, მხოლოდ მას შემდეგ არის და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ორგანიზაციები არიან გაცილებით უფრო მოშვებულები, ასე ვთქვათ და არ ითვალისწინებენ ამ მიმართულებით, დიდად არ ითვალისწინებენ და უფრო გავს რაღაც შესაბამისობისთვის მომზადებას და უბრალოდ იმისთვის, რომ მე ეს გავაკეთე და რაღაც ქაღალდზე მოვნიშნე გაკეთებულად, ვიდრე რეალურ შესრულებად. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე რაც ჩამოვთვალე მე ყველა ის რეგულაცია ევროკავშირის და სტანდარტი, პრაქტიკულად ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კანონი არის მხოლოდ იმ ჩამოთვლთაგან, რომელიც საქართველოში გვაქვს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონმდებლობა ბევრად კარგად არის ჩამოყალიბებული ვიდრე სხვა ჩვენს მეზობელ მათ შორის და რეგიონის ქვეყნებშიც, აქაც აღსრულების ნაწილთან ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს და ასევე უნდა აღნიშნო, რომ ეს კანონი არ ითვალისწინებს არც პირდაპირ და არც ირიბად ბავშვთა უფლებებს. დანარჩენი პრინციპში ციფრული სერვისების აქტი, ნებისმიერ იგივე Better for Kids, Better Internet for Kids, რაც თქვით, სტრატეგია, რომელიც პრაქტიკულად ბავშვთა უფლებების სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი ერთ-ერთი მთავარი, ესეც 2021-22 წლებში ევროკავშირში მიღებული, ამ მიმართულებით პრაქტიკულად საქართველოში არ გვაქვს არანაირი კანონმდებლობა და ეს არის ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, ხარვეზი და ჩავარდნა. აი, შევეხეთ პასუხისგებლიანი ბიზნესის საკითხსაც, რომ მხოლოდ შესაბამისობა არ იყოს და კანონთან შესაბამისობის საკითხი, არამედ ბიზნესმა თავის მხრივ პასუხისგებლობა აიღოს ბავშვთა უფლებებზე და მაია თქვენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით UNICEF-მა გაეროს გლობალურ შეთანხმებასთან ერთად მიიღო სტანდარტი 10 პრინციპი ბავშვთა უფლებებზე და ბიზნესის შესახებ. რას გულისხმობს ეს სტანდარტი და ბიზნესის პასუხისგებლობა ბავშვთა უფლებების მიმართ? და რამდენად კომპანიები საქართველოში ითვალისწინებენ ამ სტანდარტს? დიახ, თქვენ როგორც თქვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპებია, რომელიც სწორედ აწესებს სტანდარტებს ბიზნესისთვის, თუ როგორ შეუძლია მათ რომ დაიცვან ბავშვთა უფლებები. პირველი პრინციპი ეს არის, რასაკვირველია, მხარდაჭერა და პატივისცემა ბავშვთა უფლებების და შემდგომ ეს 10 პრინციპი არის დაყოფილი სამ ჯგუფად. ერთი არის, თქვათ, თვითონ სამუშაო სივრცეში ბიზნესების ბავშვთა უფლებების დათვალისწინება, მეორე მარკეტში, ანუ ბაზარზე და მესამე საზოგადოებაში. ნუ თუ ვისაუბრებთ თქვა ჩვენ სამუშაო სივრცეში ბიზნეს ანუ კერძო კომპანიების მიერ ბავშვთა უფლებების დაცვაზე აქ საუბარი არის იმაზე რომ არ იყოს ბავშვთა შრომა, აღმოფხვრილი იყოს ბავშვთა შრომა, ასევე თვითონ სამუშაო სივრცე იყოს კეთილგანწყობილი და მორგებული მშობლების საჭიროებებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასაქმებული არის ხო მშობელი ყავს შვილი და ხშირად უგულებელყოფილი არის ხოლმე მათი უფლებები, მათი საჭიროებები და ბიზნესი უნდა ზრუნავდეს იმის, რომ თავიანთ თანამშრომლები არიან მშობლები და მხარი დაუჭიროს მათ და დაეხმაროს მათ, რომ იყვნენ კარგი მშობლები. აქ თქვა შეიძლება ჩვენ გქონდა ესეთი შემთხვევა, რომ თქვა ესე იგი თანამშრომლებისთვის ვატარებდით ესეთ სემინარებს პოზიტიური მშობლების შესახებ და ძალიან დიდი დაინტერესება იყო, იმიტომ რომ ბევრი თანამშრომელი ასევე აწყდება იმ გამოწვევებს, რომლებიც ნებისმიერი მშობლის წინაშე დგას, ხო? ასევე ბიზნესში და
დასაქმებული ადამიანები. ეს ეხება თვითონ პროდუქტების უსაფრთხოებას, რომ ბიზნესი აწარმოებს კერძო კომპანია რაღაც პროდუქტს და პროდუქტების უსაფრთხოება იყოს გათვალისწინებული ბაზარზე რაც გადის, კი მარკეტინგი და რეკლამა იყოს უსაფრთხო ბავშვებისათვის ძალიან ხშირად იგივე ბავშვების მონაწილეობენ და ბავშვებისთვისაც აწარმოებენ ხო გარკვეულ პროდუქტებს ბიზნესები და ამიტომ აქაც იყოს ბავშვთა უფლებები დაცული და რასაკვირველია საზოგადოებაში იგულისხმება ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო ბავშვებისათვის და ასევე ზოგადად საზოგადოების იმ სადაც თვითონ ბიზნესი ხო არ არის იზოლირებული, ის არის საზოგადოებაში, საზოგადოების ნაწილია, ამიტომ უნდა ზრუნავდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაც იყოს გარკვეულად ინფორმირებული გარკვეულ საკითხებზე და ხარს უჭერდეს მას. თქვენ მუშაობთ ბიზნეს სექტორთან და უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, თუმცა მანამდე მინდა რომ დაგისვათ ეს კითხვა. დღეს ბიზნეს სექტორი რამდენად არის მზად რომ გაითვალისწინოს ეს სტანდარტები და თქვენ რა გაქვთ სამომავლოდ დაგეგმილი იმისთვის რომ უფრო მეტად იყოს ცნობიერება ბიზნესში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით? დიახ, ჯერჯერობით ახლა ჩვენ არ შეგვიტარებია ეს კვლევა რომ შევაფასოთ რამდენად იცავს ბიზნესი ამ პრინციპებს, თუმცა ჩვენ დავიწყეთ სერიოზული დიალოგი ბიზნესთან, გლობალური შეთანხმების ქსელთან ერთად და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები, ერთი შეხვედრა უკვე იყო ბიზნესთან, კერძო კომპანიებთან სწორედ უსაფრთხო ინტერნეტის საკითხებზე. ბევრი ესეთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, მთავარი არის დიალოგი, მთავარია საუბრობდეთ ამ საკითხებზე და ასევე მივაწოდოთ ქართულ ენაზე მასალები, რესურსები, რომ ისინი ეცნობოდნენ აი ამ პრინციპებს და შემდგომ ვისაუბროთ იმაზე, რა მხარდაჭერა ჭირდებათ მათ იმისთვის, რომ ეს პრინციპები თავიანთ ბიზნეს საქმიანობაში დაანერგონ. დიდი მადლობა, მაია გიორგი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პირველ რიგში სახელმწიფომ დაანერგოს ეს სტანდარტები საკანონმდებლო დონეზე, თუმცა ბიზნესმა თავისი წილი პასუხისგებლობაც უნდა იყოს და ეს სტანდარტები თავის საქმიანობაში, ძირითად ოპერაციებში გაითვალისწინოს. დარწმუნებული ვარ, კიდევ ექნება შესაძლებლობა, რომ ამ საკითხზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ. ჩვენი გადაცემა კი დღეს ამით უნდა დავასრულოთ. ჩვენ კი მომდევნო კვირას ასევე ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით. სალომე, მადლობა ტრადიციულად საინტერესო საუბრისთვის და მადლობა რუბრიკის სტუმრებს BMG-ს სტუდიაში მასპინძლობისთვის. სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, მასპინძლობდა მაია ქურციკიძეს, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის სპეციალისტი და გიორგი იაშვილს, საიბერ ტრასტის დამფუძნებელს, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტს.